ნატომ ბოლო 2 დღის განმავლობაში უკრაინაში რუსეთიდან სამხედრო ტექნიკის გადასროლის ფაქტები დააფიქსირა. ამის შესახებ ევროპაში ნატოს ძალების სარდალმა ფილიპ ბრიდლავმა განაცხადა. მისი თქმით, ეუთოს დამკვირვებლებიც ადასტურებენ, რომ რუსეთიდან უკრაინაში ტანკების, არტილერიის და სხვა საბრძოლო ტექნიკის კოლონები შედის. რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის ემზადება. განცხადება ამის შესახებ გაეროში ქვეყნის წარმომადგენელმა იური სერგეევმა ტვიტერის მეშვეობით გაავრცელა. მისი მტკიცებით, ბოლო მოვლენები ამასთან დაკავშირებით ეჭვს აღარ იწვევს და გაერომ ამის შესახებ ინფორმაცია უნდა მიიღოს. დღეს უკრაინაში შექმნილ ვითარებას გაეროს უშიშროების საბჭო განიხილავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა კი განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან არაპროგნოზირებადი ქმედებებია მოსალოდნელი და უკრაინული ძალები საბრძოლო მოქმედებებისთვის მზად უნდა იყვნენ. უკრაინული წყაროების ცნობით შეიარაღებული დაპირისპირება გამყოფ ხაზზე კვლავაც გრძელდება. უკრაინულმა არტილერიამ დონეცკის ოლქში რუსული რეაქტიული დივიზიონი გაანადგურა, რომლის მუდმივი დისლოკაციის ადგილი რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქია. სეპარატისტებმა გრადებით ქალაქის ჩასტია დაბომბეს, რის შედეგად ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. სროლა ისმოდა დონეცკის აეროპორტშიც. შეშფოთება უკრაინაში შექმნილი ვითარებით გერმანიის კანცლერმა გამოთქვა, თუმცა აღნიშნა, რომ ახალი სანქციების შემოღებას ჯერჯერობით საჭიროდ არ მიიჩნევს. ჩვენ არ ვართ კმაყოფილი სიტუაციით უკრაინაში, სადაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას ვერ ვხედავთ. როგორც უკვე ვთქვით, ჩატარებულ არჩევნებს არალეგიტიმურად მივიჩნევთ. თუმცა ვაპირებთ შევისწავლოთ, საჭიროა თუ არა იმ პირების ჩარევა, ვინც არალეგიტიმურ სტრუქტურებთან კონტაქტს დაამყარებს. პროცესი გრძელდება და ახალი სანქციების დაწესებას არ ვგეგმავთ. კონცენტრირებულები ვართ ჰუმანიტარულ საკითხებზე ზამთრის მოახლოებასთან დაკავშირებით.